დიახ, გამარჯობათ. ჩვენ ვართ სამოქალაქო კლუბის ლიდერები. მე ვარ 90 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ მერმისის ლიდერი და 122 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ ვითოლერეთის ლიდერი. თუ შეგიძლიათ თქვენ შევაგვესწროთ. მე გახლავართ ნინო ერემაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ასევე პედაგოგთა გადამზადების და სამოქალაქო განათლების პროექტის დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი, ერთ-ერთი დამხმარე სახელმძღვანელოს. ანუ გსმენიათ რეალურად ჩვენი პროგრამაში ძალიან ბევრი მსმენია, აქტიურად ვაკეთებთ თქვენს აქტივობებს და ღონისძიებებს და ძალიან მომწონს ის საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ თქვენს სკოლებში. რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლების როლი ეს ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებაზე? ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სამოქალაქო განათლების როლი. როდესაც 2005 წელს დაიწყო სამოქალაქო განათლების სწავლება როგორც დამოუკიდებელი საკითხი. დამოუკიდებულება იყო არაერთგვაროვანი და თქვენს უფროს თაობას თუ დაეკითხებით თქვენს მეგობრებს, ნახავთ რომ ძალიან არასერიოზულად უდგებოდნენ პედაგოგები ამ საგანს. ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ასე ტარდებოდა მეხუთე მეექვსე გაკვეთილად. თანდათანობით სკოლაც, მშობლებიც, ადმინისტრაციაც მიხვდა, რომ ეს საგანი არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს უკვე ამ თქვენი პროექტის მეშვეობით შესაძლებელი გახდა შიდასამდე სკოლაში, როგორც ჩვენც არის ცნობილი სამოქალაქო განათლების კლუბების დაარსება, მოსწავლეების უფრო აქტიურად ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ძალიან მცირე ასაკიდან არ გაიაზრა ახალგაზრდამ რა არის სამოქალაქო აქტივიზმი, როგორი უნდა იყოს აქტიური მოქალაქე, რა მნიშვნელობა აქვს მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის მონაწილეობას იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც უშუალოდ მას ეხება, ჩვენ რეალურად ვერ გვექნება პროგრესი და ვერ მივაღწევთ იმ შედეგს, რისთვისაც ყველანი ამდენი წელიწადია უკვე ვივწყით. ხო, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს შედეგი. თუ გეგმავს სახალხო დამცველის ოფისი სამოქალაქო კუთხით ისეთი პროექტი შექმნას, თუნდაც რომ სამოქალაქო კლუბის წევრები ჩაერთონ და ეს იქნება უფრო მეტად სამოქალაქო აქტივობა და ასეთ ღონისძიებების გამართვას თუ გეგმავს? ცალკეული ღონისძიებები ადრეც იმართებოდა, მომავალშიც გაიმართება ასეთი ღონისძიებები. მაგალითად, რაც მე ძალიან მომწონს, უკვე 3 წელიწადია იმართებოდა და წელს 2013 წელს მე-4-ით გაიმართება ესეთი კონკურსი მე ომბუდსმენი. ეს არის ონლაინ თამაში 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ უნდა უპასუხონ გარკვეულ კითხვებს, დაწერონ ესე ადამიანის უფლებების საკითხებზე, ასევე ევროსაბჭოს, ევროკავშირის და იმ საერთაშორისო აქტების შესახებ, რომლებიც არეგულირებს ევროპაში და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას. ეს ძალიან კარგი საშუალებაა ჩემი აზრით, რადგან დღეს მოიხსენებათ ინტერნეტი, სოციალური მედია ძალიან დიდ როლს იკავებს ახალგაზრდების ცხოვრებაში და იმის მაგივრად რომ ვთქვათ მთელი დრო დაუთმოთ სოციალურ ქსელებში ეს ჭარებში ჩათაობას, რომ სხვადასხვა ინფორმაცია მოიძიონ, უპასუხონ კითხვებს, გარეგისტრირდნენ და და ნაწილი საზოგადოების ახალგაზრდები ნამდვილად უთმობს ამას დროს და ეს არის სასიხარულო. ეძლევა ჩანსი, რომ გაიმარჯვონ და მოიგოს საკმაოდ სოლიდური პრიზები და ამის თაობაზე აუცილებლად ხდებით ინფორმირებულების და გამოცხადება კონკურსი. საუბრის ბოლოს თუ შეგიძლიათ რას უსურვებთ სამოქალაქო განათლების კლუბებს? და ზოგადად დღევანდელი დღის შეჩემებას რო გავაკეთოთ, თუნდაც რამდენად ხრის რომ ნაყოფიერია თუნდაც დღევანდელი შეხვედრა. სამოქალაქო განათლების კლუბები ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება, ძალიან მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულდება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია რომ კლუბის მესეურმა პედაგოგებმა, ასევე პედაგოგთა ფორუმმა, იგივე სახალხო დამცველმა, მისმა აპარატმა ადვოკატირება გაძიეს კლუბების განათლების სამინისტროსთან, რადგან მომავალში ეს კლუბები დაარჩეს, განაგრძოს ფუნქციონირება, უფრო მეტი და მეტი საინტერესო ღონისძიებებით განავითაროს. ცხადია, ამას ხელშეწყობა დასჭირდება უკვე საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსგან და ამას სჭირდება უკვე ამ ეტაპზე სერიოზული ადვოკატირება. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იყო ძალიან საინტერესო კითხვები, როგორ ვთქვათ, ძალიან კარგად ჩამოყალიბებული კითხვები სერიოზულ პრობლემებზე, სერიოზულ საკითხებზე, რომლებიც არა მხოლოდ ახალგაზრდებს ეხება, ეხება ზოგადად
მთელ ქვეყანას, მთელ საზოგადოებას აქტუალური კითხვები. ეს უკვე კიდევ ერთხელ ნიშნებს იმაზე, რომ ამ კლუბებმა თავის საქმე გააკეთა, ახალგაზრდება უკვე იციან, ესე ვთქვათ, ყოველდღიური ცხოვრების მაჯისცემა, რა აწუხებთ უფროსებთ, მათ თანატოლებს, ზოგადად რა პრობლემებია ქვეყანაში და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც არაერთხელ შევხვდებით, თქვენგან მოვისმენთ თქვენ შენიშვნებს, რეკომენდაციებს, რჩევებს, რა გაწუხებთ, რა მოგწონთ, რომ შეიცვალა, რა მიგაჩნიათ, რომ კიდევ შესასვლელია და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის და იმედი გვაქვს, რომ ერთად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინიციატივას